კონკურსი პოეშენი ვარსკვლავში ძალიან დიდი პასუხისმგებლობით შევასრულე ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ანდანტე ფავორი, რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ემოციური ნაწარმოებია. აღნიშნულ კონკურსში მოვიპოვე გრან-პრი, რამაც ძალიან გამომხარა და ეს წარმატება აუცილებლად იქნება სამომავლოდ უფრო მეტი თავდადების სტიმული. აღნიშნულ პრიზამდე მისვლა საკმაოდ რთული გზა იყო, თუმცა ეს არ იყო მიუღწევადი. მადლობა ამისთვის ჩემს პედაგოგს ნინო წერეთელს და აგრეთვე სკოლას, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, რომ მივსულიყავი ამ წარმატებამდე. ძალიან ამაღელვებელი ემოცია, როდესაც სცენაზე ადიხარ და ასეთ საპატიო ჯილდოს გადმოგცემენ. ეს ძალიან დიდი შრომის შედეგია და მომავალში რომ უფრო ბევრი წარმატება დღესწილად ამას ძალიან დიდი შრომა სჭირდება და მე ვცდილობ რომ როდესაც რაიმე ჯილდოს ავიღებ, გავიაზრო და ასე ვთქვათ, მოვემზადე უფრო მეტი წარმატებებისთვის. ჩვენმა ბავშვებმა წელს უკვე მონაწილეობა მიიღეს რესპუბლიკურ კონკურს ფესტივალში, რომელიც მე-17-ად ჩატარდა და ჩვენ წლების განმავლობაში მეგობრობთ, ასე ვთქვათ, ამ ფესტივალთან, კონკურს ფესტივალთან. ყოველთვის გვაქვს ხოლმე საკმაოდ წარმატებული შედეგები, მაგრამ წელს მოლოდის გადააჭარბა და როგორც არ უნდა გასაკვირი იყოს, 3 გრან-პრი მოიპოვეს ჩვენმა მოსწავლეებმა. კესო თუთბერიძე მე-7 კლასის მოსწავლე თამარ მალაღურაძე და ნიკოლო ზალავიძე. ეს ბავშვები არიან, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად თავის პედაგოგებთან ერთად შრომობენ ბეჯითად და აქვთ გარკვეული შედეგები და გარკვეულ სასიამოვნო და წარმატებულ ფურცელს ავსებენ რევაზ-ლაქიძის სახელობის სამუსიკო სკოლის ისტორიაში. განსაკუთრებულად აღინიშნა წელს ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიღწევა საკმაოდ კომპეტენტურ ჟიურისთან ერთად. პედაგოგებს გადაეცათ, ანუ გრან-პრის მოსწავლეების პედაგოგებს გადაეცათ სპეციალური პრიზები. წლევანდელი წელი ძალიან დატვირთული იყო კონკურსების თვალსაზრისით. იყო ეს იპოვე თქვენი ვარსკვლავი იყო, ეტიუდების კონკურსი იყო, ბახის კონკურსი, რა ვიცი, ყველგან ვცდილობთ, ზოგი რესპუბლიკური, ზოგი საერთაშორისო, ყველგან ვცდილობთ, რომ მივიღოთ მონაწილეობა. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი შედეგი, ეს არის ჩვენი შემოდგომა, რითიც ვაჩვენებთ, რომ რაღაცას ვაკეთებთ ღირებულს, მომავალი თაობისთვის, რა თქმა უნდა. წლევანდელი წელიც ძალიან დატვირთული იყო, მაგრამ არ ვარ უკმაყოფილო, ისეთი კარგი შედეგები გქონდა, რომ რამდენიმე გრან-პრი, რამდენიმე პირველი ადგილი, გამორჩეული ბავშვები, ეს ბოლო კონკურსი განსაკუთრებით იპოვე შენი ვარსკვლავი, 3 გრან-პრი. ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლის შრომა აღიარებულია. რამდენიმე სკოლას მიენიჭა წლის სანიმუშო სკოლის წოდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ნაშრომი, რაც წარმოვაჩინეთ და წარმოვაჩინეთ საკმაოდ ვრცლად, ასე ვთქვათ, 17 ბავშვის მონაწილეობით, უკვე მიღებული იყო და შეფასებული იყო როგორც სანიმუშო კარგი შედეგი. 3 გრან-პრიც ჯერ არ მიგვიღია, მინდა გითხრათ, ეს პირველი შემთხვევა იყო, ეს მოხდა თანხვედრა საუკეთესო ბავშვების დიდი შრომის, პედაგოგების დიდი ღვაწლის და მივახციეთ ესეთ შედეგს. მე მადლიერი ვარ, მინდა გითხრათ, მთელი კოლექტივის, იმიტომ რომ რო არა შეკრული კოლექტივი, რო არა ეს დამოკიდებულება თვითონ საქმისადმი და სიყვარული, კარგი შედეგი ისე არ იდება. ამიტომ დიდი მადლობა კოლექტივის თითოეულ წევრს იმისთვის, რომ ესე შრომობენ და მადლიერი ვარ ყველა მოსწავლის, რომელიც თავს არ ზოგავს იმისთვის, რომ სკოლის სახელი ესე წარმატებულად გაიტანოს რესპუბლიკის მასშტაბით.